აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დაასრულეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო დარტყმების ტალღა, რომელიც 90 წუთს გაგრძელდა. ეს იყო მეორე ტალღა ადგილობრივი დროით დილიდან. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ში ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეოთხე ღამე განახორციელა. ირანი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თეირანი ხბირდება პასუხს, ციტატა, თავდაცვითი და გადამწყვეტი შეტევით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოიღო სპარსეთის ყურეში. ამერიკის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მათ კვლავ დააწესეს საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებში მიმავალი და მომავალი გემებისთვის. ამტკიცებენ, რომ ირანმა ბოლო კვირაში ჰორმუზის სრუტეში 7 სავაჭრო გემი დააზიანა. i24 ნიუსის კორესპონდენტი ბილალ სლადინი გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას. თეირანსა და ვაშინგტონს შორის მხიფე ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად იშლება. აშშ-ის ძალებმა ზედიზედ მეოთხე ღამე განახორციელეს იერიშები ირანულ სამიზნეებზე, სამხრეთ ირანის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე, მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი აძლიერებს ზეწოლის პოლიტიკას. ირანიც პასუხობს და ბრძოლას აფართოებს. CENTCOM-ის განცხადებით, ირანმა უკვე ერთ კვირაში მინიმუმ 7 კომერციული გემი მიზანში ამოიღო. ირანის რევოლუციური გვარდია დაემუქრა, რომ შეწყვეტს ენერგორესურსების ექსპორტის კიდევ უფრო მეტ მარშრუტს ახლო აღმოსავლეთიდან. ბოლო დღეებში ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა დაარტყეს ქუვეითს, ბაჰრეინს, იორდანიას, ყატარსა და ომანს, ხოლო ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ზიანი მიაყენა აშშ-ის ბაზებსა და ამერიკულ ინტერესებს. ამასობაში პრეზიდენტი ტრამპი აძლიერებს ესკალაციის მუქარას. ენერგეტიკულ ობიექტებს ბოლოსთვის შევინახავ, მაგრამ საბოლოოდ სწორედ მათ დავარტყამთ. დიახ. მაგრამ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ ყვალვამითაც. ძალიან ძლიერად დავარტყამ ზეგღამითაც. და შემდეგ კვირას მათთვის ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება, რადგან შემდეგ კვირას დადგება ელექტროსადგურების დრო, შემდეგ კვირას დადგება ხიდების დრო, ჩვენ ყველა მათ ელექტროსადგურს გავანადგურებთ. ყველა მათ ხიდს გავანადგურებს, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხვდებიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ამგვარი მუქარით ცდილობს მოლაპარაკებების დაწვებას. თუმცა ეს აჩვენებს, რომ ბრძოლა შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს, რაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ირანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, მაშინ როცა ისრაელი ამ ეტაპზე ბრძოლაში ჩართული არ არის. მაგრამ ისრაელის ოფიციალური პირები აფასებენ, რომ აშშ აძლიერებს მზადებას ირანთან სულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების განახლების შესაძლებლობისთვის. აშშ-ში მკლავ დააწესა საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებზე. ნავთობის ფასები გაიზარდა უმაღლეს ნიშნულამდე მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რადგან ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადთან დაკავშირებით შიში იზრდება. და ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ არიან კორესპონდენტი ბილალ სლადინი და i4 ნიუსის უფროსი ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი არიელ ოსერანი. არიელ, დავიწყოთ თქვენით. რა შეიცვალა ბოლო 24 საათში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო 48 საათში? დიახ, რაც შეიცვალა არის ის, რომ აშშ-მ გააძლიერა თავისი დარტყმების ტემპი. თუ ადრე დღეში მხოლოდ ერთი ტალღა იყო, ეხლა დღეში რამდენიმე ტალღას ვხედავთ. ეს რომ ეს ეტაპობრივი ესკალაცია კვლავ უფრო მაღალ საფეხურზე გადადის. სრულ სამხედრო ოპერაციებამდე, დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მაგრამ ეს ბევრად უფრო ახლოსაა იმასთან, ვიდრე სრულად ცეცხლის შეწყვეტასთან, სადაც დარტყმები არ იქნება. ბოლო 10 საათში ვსაუბრობთ მინიმუმ 2 თითო საათზე მეტხანს გაგრძელებულ დარტყმების ტალღაზე. და ეს ძალიან განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, სადაც გასულ კვირას ვიყავით. აშშ-ის დარტყმების მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულება ირანის ქცევაზე იქნებოდა დამოკიდებული, ანუ ეს შედეგებზე დაფუძნებული შეთანხმება იყო. და ის ფაქტი, რომ ირანი კვლავაც ესხმის გემებს ჰორმუზის სრუტეში, მიუხედავად იმისა, რომ აიღო ვალდებულება ეს შეეჩერებინა, სრუტე ღია დაეტოვებინა და უსაფრთხო გავლა უზრუნველექო, სწორედ ეს უბიძგებს აშშ-ს დარტყმებისკენ. ეს არის მცდელობა ირანისთვის სიგნალის გაგზავნისა, რომ აშშ-ში აღარ შეეგუება ირანის თავდასხმებს გემებზე ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ ეს არის ზეწოლის ტაქტიკაც, რათა ირანი დააბრუნონ მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-ის პირობებით. და ვალერ, აქამდე ისრაელი თითქოს გვერდზე იდგა. აშშ-ს არ სურდა, რომ ისრაელი ჩართულიყო ამ პროცესში. ირანს ისრაელისთვის არ დაურტყამს, რაც მიანიშნებს, რომ არ სურს ისრაელის ჩართვა. რა ხდება თავად ისრაელში? ანუ სურს თუ არა მთავრობას ირანთან ომში ჩართვა. და თუ ასია, როგორი იქნება ეს?
დიახ, ნამდვილად, ისრაელი ელოდება, რომ ირანი დაუშვებს, ასე ვთქვათ, შეცდომას. როგორც ზოგიერთი ისრაელი ოფიციალური პირი ამბობდა გასულ კვირაში, ისინი ელოდებიან, რომ ირანელები დაარტყამენ ისრაელის ტერიტორიას, რათა მათ შეეძლოთ ჩაერთონ ამ ომში. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ირანში საქმე ბოლომდე არ არის დასრულებული. ანუ ჯერ კიდევ არსებობს სამხედრო ობიექტები ირანში, რომლებზეც უნდა მიიტანონ დარტყმა. და ისინი იმედოვნებენ, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ დიდი ზეწოლა მოახდინონ ირანის რეჟიმზე, მათ შორის ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ შედეგებზე, რაც ბლოკადის შედეგად იქნება გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ ისრაელელები აბსოლუტურად დაინტერესებულნი არიან ამ მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციით. ისინი არ მიიჩნევენ, რომ ირანელები ამჟამინდელი ირანის რეჟიმის პირობებში ნებისმიერ ეტაპზე დათმობებზე წავლენ. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას ან ბალისტიკურ პროგრამას ან მათ ხარდაჭერას შეიარაღებული ჯგუფებისადმი რეგიონში არასახელმწიფო აქტორებისადმი. ეს მხოლოდ სამხედრო მიღწევით იქნება შესაძლებელი, რომ ირანელებს ეს შესაძლებლობები წაართვან. ან სულ მცირე, უფრო და უფრო მეტი სამხედრო ზეწოლით, საბოლოოდ ისინი ამ საკითხებზე უარს იტყვიან. და არიელ, რა არის ირანის მთავარი მიზანი ამჟამად? ანუ ეს არის აშშ-თან ამ საპასუხო დაპირისპირებაშია ჩართული, აპირებს თუ არა ის დაძაბულობის გაზრდას. რა არის მისი მიზანი ამჟამად? დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჰორმუზის სრუტის კონტროლი. დიახ, მათი მთავარი მიზანია ჰორმუზის სრუტეში დომინირების დამყარება. ეხლა თუ მათ შეძლეს ცოტა მოთმინების გამოჩენა, ისინი გადააცილებდნენ მემორანდუმის 60 დღიან ვადას, რომლის მიხედვითაც სრუტე უნდა იყოს ღია გადასახადის გარეშე. და 61 დღეს მათ შეეძლოთ სრუტეზე კონტროლის დამყარება, მაგრამ მათ ეს მოთმინება არ ეკოთ. და მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ არა მხოლოდ სრუტეზე აკონტროლებენ სიტუაციას, არამედ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გემების მიზანში ამოღება. და სწორედ ეს გახდა ამერიკული sapasukho დარტყმის მიზეზი. ასე რომ ახლა რას ცდილობენ ისინი? ისინი კუთხეში მოექცნენ. რადგან სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე თავდასხმით ცდილობენ ამ ქვეყნებზე ზეწოლას, რათა მათ თეთრ სახლზე მოახდინონ ზეწოლა და დაბომბები შეაჩერონ. ესე მათი მთავარი გეგმაა საახალისონ ეს ქვეყნები, დაარწმუნონ შეერთებული შტატები, რომ დროა დატოვონ ეს ქვეყნები, რადგან მათი ყოფნა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ საბოლოოდ მათ სულ გაჩვენონ, რომ ჰორმუზის სრუტე მათია. ომანის გვერდით ალტერნატიული მარშრუტები არ იქნება, სრუტის ბაპატონები ისინი არიან. მათ ეს გამოსდით თუ არა, უფიქრობ ის ფაქტი, რომ აშშ ამცირებს მათ შესაძლებლობებს სრუტეზე თავიანთი დომინირების დასამყარებლად ხელს უშლის ამ მიზნის მიღწევას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პროცესის დასაწყისში მათ არასწორად გათვალეს, მაშინ თუ ისინი მოთმინები დაელოდებოდნენ და დიპლომატიურ თამაში მიიღებდნენ მონაწილეობას, რაც საკმაოდ კარგად იციან, შედეგი შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო. და ისინი არ იქნებოდნენ არა მხოლოდ ყოველდღიური, არამედ საათობრივი დარტყმების ქვეშ აშშ-ს მხრიდან, რაც მუდმივად ამცირებს მათ შესაძლებლობებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე თავიანთი დომინირება დაამყარონ. კარგი, ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რას აკეთებს ირანი. მან გაუშვა რაკეტები და დრონები აშშ-ს სამხედრო ობიექტებისა და მოკავშირე ქვეყნების საჰაერო სივრცეების მიმართულებით მთელ რეგიონში, მათ შორის ბარეინში, ქუვეითში და იორდანიაში განხორციელებული ღამის შეტევები. სპარსეთის ყურის ქვეყნები აჩერებენ შემოსულ რაკეტებს და აგრძელებენ თავიანთი ტერიტორიის დაცვას. მაგრამ ჯერჯერობით ისინი თავს იკავებენ ირანთან პირდაპირ ომში ჩართვისგან. ხარილ, ეს ჯერ კიდევ შეზღუდული სამხედრო კამპანია, თუ ვხედავთ, რომ ეს კონფლიქტი უფრო საშიში ხდება და არსებითად რეგიონულ სახეს იღებს. მართალია. ანუ ეს უკვე რეგიონული ომია, რადგან ირანი რეგიონში მდებარე ქვეყნებს ესხმის თავს. თუმცა 40 დღიანი ომისგან განსხვავებით, ისინი თავს იკავებენ ამ ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების შეტევაზე. ისინი თავს ესხმიან მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ბაზებს ამ ქვეყნებში, მაგალითად ქუვეითში, ბარეინში და იორდანიაში. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ ესხმიან თავს სამოქალაქო გემებს სხვაში. მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისინი ამ ქვეყნებს აღარ უტევენ იმავე დონეზე, როგორც ეს 40 დღიანი ომის დროს ნახეთ. ამიტომ ეს ამ ქვეყნებს გარკვეულ თავისუფალ სივრცეს აძლევს, რომ აღარ იყვნენ იმავე ზეწოლის ქვეშ. მაგრამ მაშინაც კი, როცა მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო მიზანში, მათ არ უპასუხეს ირანს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც არა. იყო უამრავი ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დროდადრო საიდუმლო დარტყმებს აყენებდნენ ირანს, მაგრამ
მაგრამ სულ მასშტაბიანი არაფერი მომხდარა. და ამიტომ, როცა ბარიერი იმ პერიოდთან შედარებით უფრო დაბალია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების პასუხი იგივე დარჩება. მაგრამ ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ უმტკიცებს ამ ქვეყნებს, რომ ირანი მათთვის მუდმივი საფრთხეა, თუნდაც პირდაპირ არ ესხმოდეს თავს მათ ინფრასტრუქტურას. რომ ირანს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაწყვიტოს ამ ქვეყნებზე შეტევა. და ვფიქრობ, ეს ამ ქვეყნებისთვის გამოფხიზლების მომენტია და შეიძლება ასევე ახსნას მაგალითად, რატომ გადაწყვიტა საუდის არაბეთმა თავისი ძალების გამოყენება და ხუთებზე შეტევა სანაში. იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ ირანის რეჟიმი უფრო გაბედული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აგრძელებენ სულ მცირე, ფორმალურად მაინც თეირანის მიმართ შემრიგებლურ პოლიტიკას, ისინი ხედავენ, რომ ირანი ამ ახალ რეალობაში უფრო გაბედულია და აძლიერებს თავის პროქსებს. ამიტომაც სურს, რომ თავის საზღვართან შეაკავოს იგი. ეს რომ იცით, ამ ქვეყნების პირდაპირ ჩართვის იძულების თვალსაზრისით, ისინი ამ ეტაპამდე არ მისულან, მაშინაც კი, როცა მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო მიზანში ამოღებული. ესე რომ ეს ახლა არ მოხდება. მაგრამ რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ სპარსეთის ყურეში, ვფიქრობ ეს მხოლოდ ძლიერდება ირანის მიმდინარე აგრესიის შედეგად. და ასე რომ ვალერ, როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს ყველაფერი? თქვენ ხედავთ, რომ ეს ნელა ესკალირდება, ყველაზე მეტად დრაკონიად გაგრძელდება ეს წნეხის ზრდა და შემდეგ დაბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და შემდეგ დიდი ღია დაპირისპირება იქნება. ყველაფერი საბოლოოდ ტრამპზე და მის გადაწყვეტილ უეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან როგორც ჩანს, ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ასე იქცევა. არ არის მზად, რომ რაიმე დათმოს ან რაიმეზე უარი თქვას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რაც ამერიკელებისთვის სრულიად მიუღებელია. ეს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, ვფიქრობ, ეს ამერიკის ინტერესია. თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი საზღვაო გადაზიდვები მთელ მსოფლიოში არის ის საკითხი, რომელზეც ამერიკის ადმინისტრაცია ეს წინა და მომავალი ვერანაირ დათმობაზე ვერ წავა. ამიტომ ტრამპმა რომ ჰორმუზის სრუტეს სამხედრო გზით გახსნას, უნდა გაამწვავოს სიტუაცია, შესაძლოა ჯარისკაცების შეყვანაც კი დასჭირდეს ზოგიერთ კუნძულზე და იქ ამ კუნძულების დაკავებაც. მან თავად გუშინ Fox News-თან ინტერვიუში თქვა ეს, როგორც კი ირანელებს უკან დავხევთ ნაპირზე, ირანის სანაპიროზე, ირანის სამხრეთში, ცოტა უფრო შორს, ისინი ასევე შეძლებენ ჯარისკაცების შეყვანას ამ კუნძულებზე, რომლებსაც ირანელები ამჟამად იყენებენ გემებზე თავდასასხმელად. როგორც კი ამერიკელები დაიკავებენ ამ კუნძულებს, ირანელებისთვის ბევრად უფრო რთული იქნება გემებზე თავდასხმა.